ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ 30 მაისი გახლავთ თარიღი, რომელსაც მსოფლიო აღნიშნავს როგორც გაფანტული სკლეროზის დღეს და რა თქმა უნდა ჩვენც ვისაუბრებთ სწორედ ამ დაავადებაზე. რაც შეეხება სტატისტიკას, არც თუ ისე იშვიათი შეიძლება დავარქვათ მას, რადგან მსოფლიოში 2.9 მილიონი ადამიანი ავადობს ამ დაავადებით და აი ამ რიცხვიდან 1 მილიონი პაციენტი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გაფანტული სკლეროზი უფრო მეტად ახალგაზრდების დაავადებად მოიაზრება. ის ძირითადად 20-დან 40 წლის ასაკში ხდება, ის არ ემართება 10 წლამდე ბავშვებს. ძალიან იშვიათია 60 წლის შემდეგ. გაფანტული სკლეროზი ქალების დაავადებასაც კი უძახიან. რა თქმა უნდა, მამრობითი სქესსაც ემართება, მაგრამ უფრო ხშირად ქალბატონების ხვედრია. სამჯერ უფრო ხშირად. იმიტომ რომ აუტოიმუნური დაავადება და აუტოიმუნური დაავადებები მეტწილად უფრო ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ვიდრე კაცებში. ხა რა არის? მოგეხსენება თიკა ჩვენს ნებისმიერ ქმედებაში, გარემოს აღქმაში ღებულობენ მონაწილეობას ნევრული ბოჭკოები, რომლებიც არის ძალიან უხვად, ასე ვთქვათ, მილიონობით, მილიარდობით ჩვენს თავის ტვინში და ზურგის ტვინში მოთავსებული. მოდი რეკვიზიტისკენ გადავინაცოთ, უფრო დეტალურად რო აგიხსნა ყველაფერი ეს. წამოყვემეთ? კი ბატონო, ეს არის ნეირონი, ხო, აქსონი, ანუ ჩათვალე კაბელი, რომელიც დაფარული ესეთი თეთრი გარსით, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. ეს მიელინის გარსი უზრუნველყოფს, რომ ინფორმაცია თავის ტვინიდან ძალიან სწრაფად გადაეცეს პერიფერიას, ანუ მაგალითად ხელს, ხო, პერიფერიულ ნერვულ სისტემას და ნერვკუნთოვან ბრძანება შეასრულოს მართალი ბრძანდები. სწორედ გაფანტული სკლეროზი არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ჩვენივე საკუთარი იმუნური სისტემა ებრძვის, ანადგურებს აი ამ მიელინის ბოჭკოებს, ხო, რომელიც სწრაფ გამტარიანობაში ღებულობს მონაწილეობას. როდესაც ეს ზიანდება ნაწილობრივად ან სრულიად მიელინის გარსი, შესაბამისად ეს ინფორმაცია ან ნელა ან სრულიად აღარ მიეწოდება პერიფერიას. ამ პროცესს თიკა ქვია დემიელინიზაცია, ანუ მიელინის გარსის დარღვევა. დაზიანება. ეს იმას ნიშნავს, რომ ირღვევა ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესი ტვინსა და სხეულს შორის. გასაგებია დავბრუნდეთ, ვიხილეთ, რა და როგორ ხდება. სიმპტომები როგორი ახასიათებს გაფანტულ სკლეროზს, ეგეც გითხარით. გაფანტულ სკლეროზს მრავალნაირი სიმპტომატიკა ახასიათებს. ვინაიდან ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თავის ტვინის, ისე ზურგის ტვინის ბოჭკოების დაზიანებასთან. მათ შორის იმ ბოჭკოებს, რომელიც პასუხისმგებელი არიან მოძრაობაზე, კოორდინაციაზე, მგრძნობელობაზე, მხედველობაზე და ასე შემდეგ. გაფანტული სკლეროზის დაავადებულ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს შემდეგი სიმპტომები. პირველი ეს გახლავთ მხედველობის გაუარესება, კერძოდ მხედველობის დაბინდვა, თაბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევა, ელექტრული შოკის მაგვარი გავლა კისრის არეში, როდესაც თავს გადავწენ წინ, ასევე კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა, კიდურების დაბუჟება და დაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა, 4-ვე კიდურში მოძრაობის გაჩერება, კოორდინაციის დაკარგვა, არასტაბილური სიარული, ფსიქიკური სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად პარანოია, ჰალუცინაციები, გაძნელებული მეტყველების უნარი, ლოგიკური მსჯელობის დარღვევა, დაღლის შეგრძნება, სექსუალური ლიბიდოს დაქვეითება, კუჭნაწლავისა და შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევები. ძალიან ბევრი და ცოტა მრავალმიმართული მართლაც სიმპტომატიკა ჰქონია. რა თქმა უნდა, პაციენტი კიდევ უფრო მეტს მოგვიყვება ზოგადად გაფანტული სკლეროზის შესახებ და კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგვანდობს. მით უფრო რომ პაციენტი, რომელიც შემოგვიერთება, არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს თვალწინ მოხდა პროცესი, დიაგნოზამდე, ესე ვთქვათ, მისვლა. მოკლედ სტუდიაში დავაპატიჟოთ ჩვენი მთავარი ტვინი, ასე ვიტყოდი, ნამდვილი ექიმების მთავარი პროდიუსერი, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი, ბაჩი ზურებიანი. ესე იგი, აქ თუ სტუმრად მოვიდოდი, ვერაზროს ვერ ვიფიქრებდი. მაყურებელს მინდა მივესალმო პირველ რიგში. მართალია, ჩვენს ნახეთ დღეს არაერთხელ. კი. და ჩვენი ყურიდან უცებ აქეთ ჩვენს თვალსაწიერში გადმოინაცვლა ბაჩი. მინდა რომ ქართული წყალი შემოგთავაზოთ. წყალი მთის ნატურალურ გაზირებულ მინერალურ წყალს გთავაზობ. და ალბათ ბრომატის გარდა. რა თქმა უნდა. მივირთვი. როგორ გწოდნია.
ჩვენს თვალწინ მოხდა რაღაცეები და ამიტომ ვიცით, მაგრამ მაყურებელმა რაც არის ის მათ მოუყვეთ. ერთ-ერთი ჩაწერის დროს მივხვდი, რომ ვერ ვკითხულობ სცენარს. საკმაოდ დიდი შრიფტით არის დაწერილი ჩვენი სცენარი, 16-იანი შრიფტია და მივხვდი, რომ ასოებს ვეღარ ვხედავ. არ ვიცი, რაღაცნაირად შემოწმების მიზნით ჯერ ცალი თვალი დავხუჭე, მერე მეორე დავხუჭე და აი ეს ყველა ასო გაქრა და აი ეს იყო, რასაც ვხედავდი. და არაფერიც არ ჭირდება. არაფერი, ეს არ იყო სიშავე, ეს იყო აი რაღაცა სითეთრე. ადამიანებს ჩემ გვერდზე ვხედავდი, თუმცა ასოებს ვერ ვხედავდი. ნუ ის ჩაწერა როგორღაც დავამთავრეთ მეორე თვალის ხარჯზე და ჩამოვედი და რეზოს ვეუბნები, რეზ მე მგონი რაღაცა მჭირს თვალზე, ალბათ გადავიღალე. რამე მიშველე, რეზოს ძალიან შეეშინდა და მითხრა, რომ შენ არსად არ მიდიხარ, ვაჩერებთ გადაღებას და ეხლავე უნდა დავრწმუნდე, რომ არ გაქვს ბადურის ჩამოცლა. ჯერ გადაღება დავასრულეთ, მაგრამ მაგრამ ამის შემდეგ ღამის 12 საათზე წავედით კლინიკაში და რეზო დარწმუნდა, რომ ეს არ იყო ბადურის ჩამოცლა, თუმცა მითხრა, რომ ამას კვლევა ჭირდება და ხვალ მოდი და გავარკვიოთ რა არის. მეორე დღეს მივედი ძალიან ბევრი კვლევა ჩამიტარა და საბოლოო ჯამში მოწყენილი სახით გამოვიდა და თქვა, რომ შენ არ ხარ ჩემი პაციენტი, შენ უნდა წახვიდე ნევროლოგთან. დაიწყო ეს ფოთვა, იმიტომ რომ ვერსიები წამოვიდა რა შეიძლება იყოს. ეს არ იყო გაფანტული სკლეროზი, ეს იყო სიმსივნის არსებობის ვარიანტი, იყო ანევრიზმის არსებობის ვარიანტი, იყო ვთქვათ ინსულტის არსებობის ვარიანტი. გაფანტულ სკლეროზი არ მიფიქრია სიმართლე რომ გითხრათ. მოკლედ შაბათს კიდე უფრო დავიდრგუნე, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ შეიძლება ეს ორი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცას ხო არ ვკარგავ. და ერთ-ერთ კლინიკაში, როგორც აღმოჩნდა, კვირა დღეს კეთდებოდა MRI კვლევა, მივედი, გავიკეთე და ამ რადიოლოგმა მითხრა, რომ მოკლედ არც სიმსივნეაო, არც ინსულტიაო და ანუ დღეს ღამე არაფერი ისეთი არ მოხდება, მაშინ ოკეი, მივალ ნევროლოგთან და გავარკვევ უკვე ორშაბათს რა მჭირს. ესე მოვხვდი ნევროლოგთან. და აი ეს პირველი შეხება ამ დიაგნოზთან ესეთი იყო. და სიმართლე გითხრათ, იმასთან შედარებით, რასაც მე ვარაუდობდი, უფრო შვება იყო ვიდრე რაღაცა დარტყმა, რომ აი ეს რა მჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ ძალიან რთული დაავადება, ერთ-ერთი რთული დაავადება, ეს არის ქრონიკული დაავადება, თუმცა მაინც რაღაცნაირად მე მგონი თქვენც მიყურებთ რომ შემართებით შევხვდი ამ დიაგნოზს. პლუს ძალიან სწრაფად აქ უკვე გიორგი ლორიას ძალიან დიდი მადლობა დაიგეგმა, ვთქვათ, ზურგის ტვინიდან აუცილებელია სითხის აღება იმისთვის, რომ დადასტურდეს ეს დიაგნოზი, ესეც ძალიან მალე მოხდა და ნუ გამოვიდა, რომ მე 3 დღეში უკვე ვიცოდი დიაგნოზი და ამან ძალიან მიშველა, იმიტომ რომ მე რაც ყოველი მომდევნო დღე ეს იყო როგორც მე უკვე შევისწავლე და ექიმაც ამიხსნა, ეს იყო გამწვავების პერიოდი და ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო რთული იყო, იმიტომ რომ მე უკვე წამოვიდა სისუსტე კიდურებში, თითქმის ვერ დავდიოდი, იყო საშინელი დეზორიენტაცია. აი რო წარმოიდგინოთ ნერვიულობის საშინელი ღამე თუ გქონიათ, როცა არასდროს აი 1 წუთი რო არ გიძინია. და მეორე საღამოს როგორც გრძნობ თავს. აი ეს შეგრძნება მქონდა მუდმივი და ეს ემატებოდა და ემატებოდა. აი რაღაცა დროს იყო, რომ ვცდილობდი მესეირნა, რაღაცა წერტილამდე მივედი და მივხვდი, რომ სახლში ვეღარ ბრუნდებოდი. და პრინციპში მეტნაკლებად ითვლება, რომ მარტივად გავიარე ეს პერიოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მადლობა რეზომ კიდე ერთხელ, რომ ძალიან სწრაფად დამესვა ეს დიაგნოზი. თუ ქონია მანამდე რაღაცა ახლა ამ გადასახედიდან თუ ქონდა რაღაცა, რასაც რომ გწოდნოდა, მეტი ინფორმაცია რო ქონოდა, შეიძლება კიდევ უფრო ადრე არ მოგეჩნდა თუ აი ესე უცებ ახლა გაჩნდა ეს პირველი ნიშნები. ჩემი კერები დემიელინიზაციის და ეს MRI-ზე ჩანს არის ძველი. და სავარაუდოდ 10-15 წელია, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ უფრო დიდი ხანიც არის, რაც მაქვს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რაღაცა წონასწორობის პრობლემა მაქვს. აი ჩვენ ხშირად გაგვიკეთებია ცალფეხზე დგომის ტესტი და გვიტყვებს, რომ ნევროლოგიური პრობლემების შემოწმებისთვის ეს არის ძალიან კარგი ტესტი.
მართლა მინდა დავუდასტურო მაყურებელს, რომ ეს არის ძალიან კარგი ტესტი, იმიტომ რომ მე ვერ ვდგავარ ყარად 40 წამით ცალფეხზე. პლუს აი კიბე გვაქვს მოტანილი და თიკა დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ სამ საფეხურზე შენ ძალიან მარტივად ახვალ. მე პირველზე რო ავალ, მე აი მეორეზე ავალ უკვე ძალიან ფრთხილად. ეხა რომ არ გადმოვარდე იმის შიშით, ციხის გამო არა? არა, სიმაღლე მიყვარს, მაგრამ არ მეშინია, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ სახში ყველას გვაქვს ესეთი კიბე, რომ ფარდები გავასწოროთ. დამიკიდები არასდროს. რო დავდივარ, აი რაღაცა დრო შეიძლება წაგიღოს მარჯვნივ, სწორ ხაზზე ვერ დადიხარ. ანუ რეალურად აი ეს ჩემი სიმპტომები, რომელიც მქონდა 10 წლის წინ გამიშეშთა ფეხი. ნევროლოგთანაც არსაიდან გამიშეშთა ფეხი, ცოტა არაკომფორტული ფეხსაცმელი. მე ცოტა ძალიან დაბალ ძირზე თვენახევარი მქონდა გაშეშებული ეს ფეხი. ცოტა სიცივის შეგრძნებით გრძნობელობის დაკარგვით, მოკლედ ბევრი კვლევა ჩავიტარა და ყველა მითხრა, ნუ არაფერი. და თავისი ეხლა როგორც ხვდები, აი ეს იყო ერთ-ერთი გამოვლენა ამისი. პლუს დღეები, როცა უბრალოდ ენერგია არ გაქვს. აი არ შეგიძლია რაღაცების კეთება. ეხლა ხვდები, რომ ჩემი უენერგიობა და თქვენი უენერგიობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ნუ უენერგიო არ მინდა. მე არ ვიცი თქვენი უენერგიობა როგორია, მაგრამ არ ჩვენ ვიცით შენი. ხო, ვარაუდობ, რომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. და პლუს ერთხელ შემეშინდა ძალიან ზუსტად 1 წლის წინ, როცა სამსახურიდან აი ესე ჩაწერის მერე წავედი და ფეხებში ისეთი სისუსტე წამოვიდა, რომ ძალიან შემეშინდა, საჭეს მართავდი და დავურეკე ჩემ შვილს და დავუწყე ლაპარაკი, რომ ცოტა ფოთვითი შემოტევა მეგონა მაშინაც და დავუწყე ლაპარაკი, რომ რაღაცნაირად ყურადღება გადამეტანა და ესეც როგორც ჩანს, აი ეს რაღაცა ცოტა გამწვავება იყო იმპერატორი. მაგრამ მეორე დღეს იღვიძებ და ეს არაფერი არ არის. აჰა. გადის და ამიტომ ამას არ აქცევ ყურადღებას. რაც ყველაზე მთავარია, მე ვარ ადამიანი, რომელსაც თავი პრაქტიკულად არასდროს არ სტკივებია, შესაბამისად MRI-ც არასდროს არ გადამიღია თავის, თორე ალბათ ბევრად ადრე მეცოდინებოდა ამ დიაგნოზის შესახებ. კეთილი. დიაგნოზი დაისვა. დაისვა. და შემდეგ კურნალობაზეც მოგვიყავი რამდენ ხანში გადახვედი ამ მეორე ორ ეტაპიანია მკურნალობა და ალბათ ჯობია რომ იქიმა მოყვეს, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ძალიან გამიმართლა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა ხალხო, იმიტომ რომ ეს იყო, არ ვიცი, აი იმ მომენტში თუ კი შეიძლება რამე ნათელი წერტილი ყოფილიყო, ეს იყო, როცა გავიგე რომ არსებობს პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად უფასოა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები ჭირდება. და პრაქტიკულად აი ის სადარდებელი რო კიდე აი აკუმულირება სად უნდა მოახდინო აი ამ თანხებს თან ეს ხო არ არის ერთჯერადად რაღაცას გააკეთებ რა თქმა უნდა მაგრამ რო იცი რომ მთელი ცხოვრება გჭირდება საკმაოდ დიდი თანხა ეს არის ძალიან რთული და ამ შემთხვევაში არ ვიცი აი ეს პროგრამა რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში თურმე მანამდე არ ვიცოდი სიმართლე რო გითხრათ აი არ ვიცი მართლა საჩუქარია ესეთი სიტყვებით მითხრა ჩემმა ექიმმა, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარიო ამ ესეთი პროგრამა რო გვაქვს და ძალიან გამიმართლა ექიმში, რომელმაც სრულიად მშვიდად გამატარა ეს შეტევის თუ გამწვავების პერიოდი და ძალიან მშვიდად წყნარად ამიხსნა ყველაფერი. მე მგონია, რომ მაინც რაღაცნაირად გავუმკლავდი. მე მგონი თქვენც ეგრე ფიქრობთ. აბსოლუტურად გაოცებული. რა თქმა უნდა, მაინც არ ვაღიარებთ მიუხედავად იმისა, რომ ექიმი შემოვა და შენი პირადი ექიმიც მოგვიყვება ალბათ ზოგადად. ჩვენ არ ვიცი, ჩვენ ვერც მანამდე ვერ ხვდებოდით ამ შენს ნუ რაღაც ისეთი შეყვარებულები ვართ ჩვენ საქმეზე, როგორც ჩანს, რომ ყველანაირ შეზღუდვა შეიძლება გაწიო უკან და აკეთო ის რასაც ვაკეთებთ და აკეთებ შენ და იცი რა შენ მე მგონი პატიობ თორე წესით უნდა გქონდეს შემჩნეული რომ მეტყველებაში ცოტა შეფერხებები მაქვს რაღაცა სიტყვებს ვერ ვიხსენებ ხოლმე არა ეს ყველას გვემართება ხო და რა ვიცი ნახე იმდენად შევამჩნევდი ეგრევე არა მგონი ხო ამ შემთხვევაში მე არ შემიმჩნევ ნუ შენ თიკა არა არც მე ნამდვილად ვერ გავიხსენებ ეგეთ რაღაცებს თუმცა რასაც თვითონ ყვება მე უბრალოდ იძულებული ხარო თავისებური სიარულის მანერა რომ მქონდა ეს კი მქონდა შენ თული მე ჩავთვალე რომ უბრალოდ ესე და ლევა რატიანი სულ მეუბნებოდა რატო დააჩოჩიელებ ესე ამიხსენი ესე როგორ დადიხარო იმიტომ რომ მე მткиოდა ფეხი და მაგიტო რომ ეს წამდა სიარულის თავისებურებით მეტი არაფრით მაგრამ ასე დადიოდა მანამდე
და ჩავთვალეს რომ ეს მეგონა რომ ესე დავდიო. ჩვენ ახლა გავიცნობ ექიმს, რომელმაც ჩვენი ბაჩი მყისვე დაგვიბრუნა ისეთი გვეგონა ჩვენ, მაგრამ ბევრად უფრო ყოჩაღი ვიდრე თვითონ ამბობდა რომ იყო. ამიტომ უნდა გავიცნოთ ჩვენ ეს ძალიან კარგი ჭკვიანი ექიმი. თეა მაისურაძე მინდა შემოვიპატიჟოთ ჩვენთან სტუმრად ნევროლოგი. ბაჩის ნევროლოგი. მოვდანდით. მოგესალმებით. სიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. პირველ რიგში მოდით პაციენტის და ექიმის, მკურნალი ექიმის ამბავი მოვიცეთ. რამდენად ხშირად უწევს კონსულტაციაზე მოსვლა და იგივე მკურნალობაზე არაფერი არ მოგვიყვა რეალურად მან და თქვენ მოგვიყევით. თავიდან რასაკვირველია უფრო ხშირი იყო ჩვენი შეხვედრები, იმიტომ რომ ჭირდებოდა გასინჯვა, ჭირდებოდა შეფასება, მწვავე პერიოდში დაწყებული თერაპიის ფონზე როგორ მიდიოდა შემდგომ მისი მკურნალობა, რა იყო სიმპტომები, როგორ ალაგდა. გაფანტული სკლეროზის თერაპია იყოფა ეს ორ ნაწილად, ესე ვთქვათ. ეს არის მწვავე პერიოდის მკურნალობა და პრევენციული იმუნომოდულაციური თერაპია. პირველი ეტაპი ჩატარდა ჩვეულებრივი სქემით, რომელიც მთელ მსოფლიოში არის. ამ ფონზე დინამიკაში ნელ-ნელა გაუმჯობესდა სიმპტომები და საბოლოოდ გახდა, ასე ვთქვათ, საწყის მიუახლოვდა, ასე ვთქვათ. თუმცა ცოტა ეს სისუსტე და დაღლილობამ გასტანა უფრო მეტად ვიდრე რაღაცა სხვა ჩივილმა და შემდგომ დავიწყეთ უკვე იმუნომოდულატორული მკურნალობა. კი გამოვლენა იყო და უშუალოდ დიაგნოსტირება მოხდა ამ წელს, მაგრამ უფრო მეტი 1-3-4 წლით ადრე შეიძლება 10 წლით ადრე რაღაცა პირველი სიმპტომი იყო, მაგრამ ამაზე გვიანდელს ვერ ჩავთვლით ნამდვილად ვერა, ხო და ამიტომ შესაბამისად დავიწყეთ ინტრავენური გადასხმა და ასე რომ მოდის ჩვენთან კლინიკაში პერიოდულად 6 თვეში ერთხელ არის. უკვე 6 თვეში ერთხელ ეს ძალიან გიწევს არაფრის კეთება. 6 თვეში ერთხელ არის. იმე ერთხელ მიხვალ და თავისუფალი ხარ 6 თვის განმავლობაში. 6 თვის თავისუფალი. აი საინტერესოა 3 წლით ადრე რომ მოსულიყო და მანამდე რომ მივხვდარიყო. რამე სხვაობა იქნებოდა მისთვის? თავარი დროულ დიაგნოსტირება რატო? ზოგადად ამ დაავადებას ახასიათებს დემინიზაცია. მე რემიენიზაცია. რემიენიზაცია არის სპონტანური ხანდახან. რასაკვირველია? ანუ აღდგება. კი, ეს მიელინი აღდგება, თუმცა მისი სტრუქტურა არ არის სრულფასოვანი. და იგი ადვილად მოწყვლად იქნება და შეიძლება აი თუნდაც რუჯის მიღების დროს ისევ დაიშალოს. და ამიტომ სიმპტომები არის ესეთი, აი თავიდან დასაწყისში, ერთჯერადი, რამდენიმე დღე გრძელდება. 1-2-3 დღე დაუშვათ. აი მხედველობის გაუარესება. და შეიძლება წლები მე აღარაფერი აღარ შეიძლება წლები. ეს არის კეთილმიმდინარეა ამ შემთხვევაში. თავის მიმდინარეობა აქ ამ დაავადებას აქვს. რეციდიულ რემისიული მიმდინარეობის, როდესაც რეციდივს და გამწვავებას მოყავს შემდგომ უკვე რემისია და დიდი ხანი შეიძლება 10 წელიც არაფერი არ ქონდეს პაციენტს. არის მე პირველად პროგრადიენტული, ეს უფრო მძიმედ მიმდინარე ფორმა, როდესაც დაავადება პროგრესირებს ნელ-ნელა და ამ ნელ-ნელად ანუ ერთ სიმპტომს ემატება მეორე, რომელიც ნელ-ნელა მძიმდება, ის პირველი სიმპტომი არ გადის, ეს უფრო მძიმე მიმდინარეობის არის და მაღალ ინვალიდიზაციას იწვევს. არის მეორადად პროგრადიენტული მიმდინარეობის, როდესაც რეციდიულ რემისიულ ფორმას რაღაც ეტაპზე აღარ მოყვება რემისია. ანუ დაავადების სიმპტომები თითქოს ცოტათი გაუმჯობესდება, მაგრამ ბოლომდე არ გაივლის და მე აი ამას მოყვება შემდეგ უფრო ნელ-ნელა დამძიმება ამ არსებული სიმპტომების და ახლების დამატება. ანუ თავისი მიმდინარეობით არის განსხვავებები. არის ფატალური მიმდინარეობის ფორმებიც, მაგრამ ამაზე ძალიან იშვიათია და არც ღირს საუბარი, ესე ჩვენ არ ვისაუბროთ. არ გვინდა ამაზე საუბარი. აი გამომწვევ მიზეზებზე საუბარი თუ შეგვიძლია არსებობს თუ რა ასეთი? მთელ რიგი მოსაზრებებია ამ ეტაპისთვის მაინც ყველაზე მეტი დაფუძნება არის იმაზე, რომ ეს არის ნელი ინფექციებით გამოწვეული პრობლემა. ანუ ძირითადად ჰერპეს ვირუსები, რომელიც იწვევენ. თუმცა აქაც არის, იმიტომ რომ კითხვები, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს წითელა, წითურა, ჰერპესი, მაგრამ არ უვითარდება ეს დაავადება. აქედან გამომდინარე, სრულად ამისი ახსნა არ შეიძლება მხოლოდ ვირუსული თეორიით, არის გარკვეული არასწორი იმუნური პასუხი. ანუ როდესაც ჩვენივე ანტისხეულები საკუთარ თავს უცხადებს ომს და ებრძვის და ამიტომაც ვითარდება ის დემინიზაცია. საინტერესო ასევე მისი გავრცელება. ანუ რაც უფრო მივდივართ ეკვატორისკენ, რაც უფრო ცხელ კლიმატში ვართ, იქ ნაკლები არის ამ დაავადების ინციდენსი. კი, ეს თან და ჩრდილოეთით მზე არ უყვარს თან. ნახე, იქ არ ემართებათ, მაგრამ ამ დროს
ამ დროს იწევს მე შეიძლება ამ დროს რუჯის დროს შეიძლება როგორც რუჯი არ. ეხლა რაც შეეხება დ-ვიტამინს. დ-ვიტამინს უკავშირდება, იმიტომ რომ ხა დ-ვიტამინი ძალიან აქტიურად მუშაობს და იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, მოქმედებაში აქვს მას მნიშვნელობა და ძალიან საინტერესოა, როდესაც დ-ვიტამინის ნაკლებობა აქვს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტს, უფრო აგრესიულია ეს. ეს ძალიან საინტერესოა და ამიტომ ამასაც განიხილავენ, რომ დ-ვიტამინის როლი ამ დაავადებაში. თუმცა აქაც არის ერთი საინტერესო კვლევა, რომ მაგალითად ესკიმოსებს, რომელიც ჩრდილოეთში ცხოვრობენ და მზის სინათლე არ უნახავთ, ის დაავადება არ აქვთ. აქ არის კიდე მეორე, რომ ისინი არიან მუდმივად თევზით იკვებებიან და ამიტომ იქიდან იღებენ დ-ვიტამინს, მაგრამ გამოკვლევები არის ის, რომ აი მათ ეს არ ევართებათ. ანუ ვიტამინი კარგად აქვთ. კი, იმათ კარგად. შეიძლება გენეტიკური ფაქტორი, გარემო ფაქტორი. გენეტიკურად არის გენთა გარკვეული პაკეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ დაავადების განვითარებისკენ მიდრეკილებისთვის. ანუ ეს არ არის გენეტიკურად დამემკვიდრებით მიმდინარე დაავადება, მაგრამ არის განწყობა ამ დაავადების მიმართ. ნუ ხა ყველა დაავადების მიმართ არსებობს განწყობა, ხო? არსებობს ოჯახური ანამნეზები და არსებობს გენთა გარკვეული პაკეტი, რომელიც ამ განწყობაზე პასუხობს, მაგრამ გენეტიკურ დაავადებებს ეს არ მიეკუთვნება. ეს იყო ძალიან საინტერესო კვლევა, რა ვიცი, საკმაოდ ისეთი, როდესაც ტყუპები იდენტური წაიყვანეს ერთი უფრო ეკვატორისკენ, მეორე ჩრდილოეთისკენ, ჩრდილოეთში ვინც იყო იმას ქონდა გაფანტული და აქეთ არ დაემართა. ანუ აი ესეთი საინტერესო ექსპერიმენტიც იყო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. ანუ ჩვენი კლიმატური პირობები ვერ აკმაყოფილებენ აი ამ გამოწვევებს, რომ არ იყოს ასეთი ზუსტად ხელშეწყობი ამ დაავადების იმ განეძევართ, სადაც არის ამისი მაინც საკმაოდ მაღალი ინციდენსი. და თქვენ თქვით, რომ იშვიათია, მაგრამ არც თუ ისეო, როგორც ჩანს, იშვიათი დაავადებები გამოცდილები. მაგრამ უკვე საკმაოდ ხშირია მისი დიაგნოსტირება და ხშირია ასევე მოგვიანებით ასაკში მისი დიაგნოსტირება. მაგრამ როდესაც ჩავეძიეთ უკვე დიაგნოსტირების შემდეგ, იყო მინიმალური სიმპტომატიკა, რომლისთვისაც პაციენტს ყურადღება არ მიუქცევს. როგორც ბაჩის შემთხვევაში. შეგვიძლია ესე ვთქვათ. რა არის ის, რაც არ უნდა დაგრჩეს ყურადღების მიღმა? ის თითქოს ბანალური ხარ, რასაც ბაჩი ყვება, უცებ თვალებში დამებინდა, გვეცნობა ყველას, ხო? უცებ რაღაც კოორდინაცია დავკარგე, უცებ შევა აქეთ წამიღო, აი 1000 რამე შეიძლება დაბრალდეს და ყველასთვის ძალიან ნაცნობი მოცემულობა შეიძლება იყოს ეპიზოდური მაინც, ხო? ან სისუსტე თავისთავად. მე მაინც ვფიქრობ, რომ ნევროლოგიური დეფიციტი იმდენ დრამატულია, რომ წესით უნდა მიხვიდე ექიმთან. უნდა მიგიყვანოს ამ აუცილებლად. ნუ იმიტომ საკმაოდ დრამატული. ეხლა მხედველობის დაკარგვა ასევე დრამატულია, იმიტომ რომ მხედველობას, როდესაც ადამიანი აღიქვამს, რომ დაეკარგა, პირდაპირ მიდის ექიმთან. თაბროს ყველაზე შეიძლება ცოტა მოგვიანებით მივიდეს. დაელოდოს დაუშვათ 1-2 დღე, თუ ძალიან დრამატული არ არის ისიც. თუმცა არის პაციენტები, რომ იქ ცოტა ხელი დაუბურს და არაუშავს, აი რაღაცა მოხდა არაუშავს, მაგრამ თუ ხდებით, რომ ეს სიმპტომატიკა გრძელდება, მით უმეტეს რამდენიმე დღე, რასაკვირველია, რომ ჯობია მიხვიდეთ ექიმთან. ბოლოსკენ ვთქვათ, მაინც მედიკამენტის ამბავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჯადოსნური ჯოხივით მოქმედებს თითქოს. ყველაზე ასე მოქმედებს, თუ არ არის ასე დაუშვათ, ხო? ეს მკურნალობის ეს მეთოდიკა, რომელზეც საუბრობდით. რაც უფრო სწრაფად ხდება ამ დიაგნოზის დასმა, შესაბამისად უფრო სწრაფად ხდება მკურნალობის დაწყება. რაც უფრო სწრაფად ხდება მკურნალობის დაწყება, ეს იმას აკეთებს, რომ დაავადების რეციდივი კლებულობს. შესაბამისად თავის ტვინის დაზიანება აღარ ხდება ესეთი და მისი ფუნქციები შენახულია. ანუ ჩვენ დროული დიაგნოსტირებით და მკურნალობით ვიცავთ ადამიანს ინვალიდიზაციისგან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საკმაოდ ფონზე შეიძლება ეს რეციდივები კი, შეიძლება რეციდივი იყოს მკურნალობის ფონზეც. ოღონდ ძალიან იშვიათად. აჰა. თავარია დაავადება მართვადია. ცხოვრების ხარისხი ჩვეულია. ესაა თავარი მართვის. კი. რისი მართვაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ იქ ჩვენ გამარჯვებულები. ტიპი 2 დიაბეტი. შვიდად სვამენ, წამალს და არიან. არიან. აქ 6 თვეში ერთხელ იკეთებ, ყველაზე მარტივია. კიდე უკეთესია, ყოველდღე არ გინდა წამლის დანა. ეს ძალიან კაია, რომ ყოველდღე არ გახსენებს წამალი, რომ რაღაცა ქრონიკული დაავადება. ადრე ხა მართლა რამდენიმე 10 წლეული წლის წინ ითვლებოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ინვალიდიზაცია კი ადამიანი ეტლით მოსარგებლე ხდებოდა და ესე ნელ-ნელა ძალიან რთულად პროგრესირებდა და მართლა რამხელა მიღწევა მედიცინის, რომ დღეს შეგიძლია
პრაქტიკულად ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება. ნამდვილად და ამას ჩვენი მაყურებელიც ვერ მიხვდა, ჩვენ რა გარტეხილები გავიარეთ, არც ერთი გადაცემა არ ჩაგვიგზია, ისე გავიარეთ ბაჩის დიაგნოსტირებად, მკურნალობის პროცესიც და ისევე მალე დაუბრუნდა ის სამუშაო პროცესი, რომ აი ეს დიაგნოზი მისთვის გახდა უკვე დამეგობრებული, ასე ვთქვათ, აი ყველაფრის დახმარებით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ბაჩი მადლობა, თეას მადლობა რა თქმა უნდა და ჩვენს მაყურებლებს ვეტყვი რომ თუ კი აი ამ სიმპტომატიკიდან რომელიმე გეახლობლად დაუშვათ შეიძლება იყოს გაბუჟება, ეპიზოდური ხელფეხის, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე და თვალში მხედველობის დაქვეითება, მაშინ აუცილებელიც არის რომ თქვენ ერთი კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან იმისთვის რომ ზუსტად სწორ გზას დაადგეთ, რომელიც იმ მომენტში იქნება თქვენთვის საჭირო, შეიძლება იყოს უბრალოდ დასვენება ან რაღაც კონკრეტულ დაავადებასთან დამეგობრება, როგორც ზოგი შემთხვევაში ხდება ხოლმე.